Canada, stand up for Canada with me. კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნია. წინასწარი შედეგებით ლიბერალურ პარტიას 168 მანდატი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ კანადის 153 ადგილიან თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის მინიმუმ 172 მანდატია საჭირო. სავარაუდოა, რომ კარნის საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციური პარტნიორები დასჭირდება. თუმცა, ახლა ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია და ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომელიც ლიბერალური პარტიის აშკარა გამარჯვებას ასახავს. მოულოდნელად, თუმცა სრულიად ლოგიკურად სცენარი ასე განვითარდა. შეიქმნა ის რეალობა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ვერც ჩვენ და ვერც კანადელების უმრავლესობა წარმოიდგენდა. გასული თვეების განმავლობაში მმართველი ლიბერალური პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებლები მცირდებოდა. გამოკითხვები ცხადად აჩვენებდა კონსერვატიული პარტიის უპირატესობას ორჯერ მაღალი რეიტინგით. თუმცა, მერე მოვიდა 20 იანვარი და ოვალური კაბინეტის ახალმა მობინადრემ დინამიკა კარდინალურად შეცვალა. წინა საარჩევნო პროცესის მსვლელობასა და მთავარი თემების განსაზღვრაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მეტი გავლენა დონალდ ტრამპს ჰქონდა. ამერიკელი პრეზიდენტის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები და საუბრები ქვეყნის ამერიკის 51 შტატად გადაქცევის შესახებ კამპანიის მთავარი თემები გახდა. მეტიც, თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ ტრამპის განცხადებებმა, უფრო მეტად შეცვალა კანადელი ამომრჩევლების არჩევანი, ვიდრე უშუალოდ კანადური პარტიების კამპანია. კანადის ხელისუფლებაზე მისი რიტორიკული თავდასხმების ფონზე მოსახლეობის განწყობა მკვეთრად შეიცვალა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის ირგვლივ გაერთიანდა, რომელიც მათი ვერწმენით ტრამპის ადმინისტრაციისგან მომდინარე გამოწვევებს ყველაზე უკეთ გაუმკლავდება. გამომდინარე აქედან გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ გამარჯვების შემდეგ მარკ კარნიმ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც მკაფიო პოზიცია გააჟღერა, სწორედ ამერიკასთან ურთიერთობაა. ჩვენი ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობა, რომელიც სტაბილურად მზარდ ინტეგრაციას ეფუძნებოდა, დასრულებულია. გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც შეერთებული შტატები ამყარებდა, სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული ეყრდნობოდა, სისტემა, რომელიც მართალია იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანაში გვეხმარებოდა, დასრულებულია. ეს ტრაგედიებია, მაგრამ ჩვენი ახალი რეალობაა. ახალ რეალობაში პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ წარმოადგენს ყველას, ვინც კანადას სახლს უწოდებს და მოსახლეობას დაჰპირდა ტრამპს ქვეყნის დაუფლების შესაძლებლობას არასდროს მივცემო. ჩვენ გადავიტანეთ ამერიკული ღალატის შოკი, მაგრამ არასოდეს უნდა დავივიწყოთ გაკვეთილები, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ამერიკასთან პოლიტიკურმა განქორწინებამ კანადის ევროკავშირთან მჭიდრო დაახლოვება განაპირობა. ამას ადასტურებს ისიც, თუ როგორ ახტაცებით შეხვდნენ ევროპელი ლიდერები ლიბერალური პარტიის გამარჯვებას, რომელსაც ტურბულენტურ ეპოქაში ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის დიდი იმედი უწოდეს. ასეთი დამოკიდებულება სრულად გასაგებია. კარნის ლიდერობის პირობებში ხომ კანადა გლობალურად აქტიური, პრაგმატული ლიბერალიზმის მატარებელი ქვეყანა იქნება, რომელიც ღიად იდენტიფიცირდება ევროპის მიმართულებით, როგორც სანდო და სტაბილური მოკავშირე. შემთხვევითი არც ის არის, რომ მარკ კარნის პრემიერობის რანგში პირველი ვიზიტი ამერიკის გვერდის სავლით საფრანგეთში ჰქონდა. მეტიც, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე მან კანადა ყველაზე ევროპულ, არაევროპულ ქვეყნად მოიხსენია. კარნი მაკრონის შეხვედრა კონკრეტული შედეგითაც დასრულდა. გაფორმდა შეთანხმებები კიბერუსაფრთხოების უბთა ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. ორივე ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ორივეს გვჯერა, რომ სამართლიანი ვაჭრობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს, კარგია ყველას კეთილდღეობისთვის და რა თქმა უნდა, უფრო ეფექტიანია ვიდრე ტარიფები, რომლებიც ქმნიან ინფლაციას, აზიანებენ მიწოდების ჯაჭვებსა და ჩვენს ეკონომიკურ ინტეგრაციას. კანადა ევროკავშირის პარტნიორობის მთავარი საფუძველი ყოვლის მომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმებაა, რომელმაც 2017 წლიდან ევროკავშირ კანადის ვაჭრობა 65%-ით გაზარდა. თუმცა დღეს ის მხოლოდ კომერციული ხელშეკრულება აღარ არის. ის ლიბერალური გლობალური წესრიგის სტრატეგიულ ბურჯად იქცა. ახალ არჩეული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი შეთანხმების გამყარება და განვითარებაა, რაც თავის მხრივ ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებას უზრუნველყოფს.
კანადა ევროკავშირის თავდაცვითი თანამშრომლობას გაძლიერდება. ლიბერალური მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ნატოს მოთხოვნის შესრულება თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გამოყოფა, რაც წინა მთავრობებს ვერ განუხორციელებიათ. ეს ნაბიჯი ნიშნავს არამხოლოდ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობას, არამედ ლიბერალური დემოკრატიის თავდაცვით მზადყოფნას, რაც ყველაზე აქტუალურია უკრაინის მაგალითზე. ახალი შესაძლებლობები ჩნდება კლიმატის ცვლილებასთან, ასევე ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ორივე მხარე ცდილობს ამბიციური დეკარბონიზაციის მიზნები ეკონომიკურ გამოწვევებზე sapasუხოდ გააერთიანოს. მეტიც, ახლა კანადა ევროპის მწვანე ტრანზიციის ერთ-ერთ ცენტრალურ პარტნიორად განიხილება. მოკლედ და კონკრეტულად, აქ და ახლა, როცა დასავლური სამყაროს ქვეყნები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შტორმის პირობებში სანდო პარტნიორებს ეძებენ, გარდაუვალი მოცემულობა ხდება. კანადა და ევროკავშირი ერთმანეთისთვის ცენტრალურ საყრდენებად იქცნენ დემოკრატიული ღირებულებებითა და თანაზიარი ფასეულობებით.